იცით თუ არა თუ რა საიდუმლოა უფლის ლოცვაში, რომელიც იესომ გვასწავლა. მათე თავი მე-6 მუხლი მე-9. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა. რატომ უწოდა იესომ ღმერთს მამა? მეორე კორინთელთა თავი მე-6 მუხლი მე-18. ვიქნებით თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი. ღმერთს მამას იმიტომ ვუწოდებთ, რომ ჩვენ ღვთისშვილები ვართ. უფლის ლოცვა კიდევ უფრო გასაოცარ საიდუმლოს შეიცავს. მამისა და მისი შვილების არსებობა გულისხმობს, რომ დედაც არსებობს. ეს იმიტომ, რომ მამა და მისი შვილები დედის გარეშე ვერ იარსებებენ. რადგან არსებობს მამა ღმერთი და მისი შვილები, უნდა არსებობდეს ღმერთი დედაც. გალატელთა თავი მე-4, 26 მუხლი. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია, ის ყველა ჩვენგანის დედა, ღმერთი დედა. უფლის ლოცვაში არსებული საიდუმლო არის დედა ღმერთი, რომელიც გვაძლევს მარადიულ სიცოცხლეს. მაშინ, როგორ შეგვიძლია გავხდეთ ღმერთის შვილები? მიწიერ ოჯახში შვილების სიცოცხლეს მამისა და დედის ხორცისა და სისხლის მემკვიდრეობით იღებენ. ზეციურ ოჯახშიც ღვთისშვილებს შეუძლიათ მიიღონ მარადიული სიცოცხლე მამა ღმერთის და დედა ღმერთის ხორცისა და სისხლის მემკვიდრეობით. როგორ შეგვიძლია დავიმკვიდროთ მამა ღმერთისა და დედა ღმერთის ხორცი და სისხლი? იოანეს თავი მე-6 მუხლი 44. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. როგორ შეგვიძლია ვჭამოთ იესოს ხორცი და დავლიოთ მისი სისხლი? ლუკას თავი 22 მუხლი მე-15. სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი. აიღო პური. ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში. იესომ თქვა, რომ პასექის პური მისი ხორცია და პასექის ღვინო მისი სისხლია. ჩვენ შეგვიძლია დავიმკვიდროთ მამა ღმერთისა და დედა ღმერთის ხორცი და სისხლი, გქონდეს მარადიული სიცოცხლე და გავხდეთ ღვთისშვილები ახალი აღთქმის პასექის დაცვით. გთხოვთ დაიცავით ახალი აღთქმის პასექი და მიიღეთ მარადიული სიცოცხლის კურთხევა მამა ღმერთისა და დედა ღმერთისგან.